ვიეტნამელი კოლექციონერი პაუენ ტუოკი 20 საეკლესიო საათის მფლობელია, რომლებიც მან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას შეაგროვა. ამ საათებიდან ბევრი ელექტრონული საათები ჩაანაცვლეს. ერთ-ერთი საათი თარიღდება 1750 წლით და აღსანიშნავია, რომ დღემდე მუშაობს და სწორად აჩვენებს დროს. პამს უყვარს საათების განახლება და შენახვა, რადგან როგორც ამბობს, საათების შეხსენება იმისა, რაოდენ ძვირფასია დრო და როგორ უნდა უფრთხილდებოდეთ თითოეულ წუთს. ბიბლიაში იაკობის წერილის მეოთხე თავში ვკითხულობთ, რომ ჩვენი სიცოცხლე ნისლია, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. იაკობი გვაფრთხილებს, რომ არაფერი დავგეგმოთ ისე, რომ უფალს არ დავეკითხოთ. ის წერს: ახლა თქვენ, ვინც ამბობთ, დღეს თუ ხვალ ამ და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, რომელთაც არ იცით რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე. მოციქული პავლეც შეგვაგონებს: გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია. დაგეგმეთ მომავალი, მაგრამ ღვთისნებით და რაც მთავარია, გამოიყენეთ და დააფასეთ დღევანდელი დღე. ეს დღე ხომ უფლის საჩუქარია.